იარაღის ყიდვა და გაფორმება ვისაც გინდათ, ცეცხლსასროლის, კონკრეტულად პისტოლეტის. მაგათ გამოგადგებათ ახლა ეგ ვიდეო, იმიტომ წერ. დანარჩენი თუ არ გაინტერესებთ ეგ თემა, შეგიძლიათ გაატაროთ, არაფერი საინტერესო არ ხდება. ესე იგი დღეს და გუშინ წვალობ, მთელი დღეა, ვერ გავერკვე რა მეკეთებია. და განსაკუთრებით იმიტომ რომ მაღალი რანგის ოფიცრებს, მოკლედ მაიორიდან ზემოთ, ჩვეულებრივად თავდაცვის ოფიცრებზე ლაპარაკი, წარადგენენ ცნობას თავდაცვის სამინისტროდან, რომ დანიშნული არიან ამ კონკრეტულ თანამდებობაზე და იმათ უკვე ტარების უფლებაც აქვთ. ეგ არის მთავრობის 252 დადგენილება 2014 წლის. და იქ გაწერილია მოკლედ ვის ეკუთვნის და ვის არა. და დაბალი რანგის ოფიცრები, კაპიტნიდან ქვემოთ, მაგათ ჩათვალეთ, ანუ ვინც ხართ მასეთი, არაფერი შეღავათი თქვენზე არ არის, ტარებაზე კი არა. უბრალოდ ფსიქოს გარეშეც რომ მიხვიდეთ, არც მაგაზე. ჩვეულებრივი მოქალაქეს ვარიანტში გადიხართ და გჭირდებათ ფსიქო და გამოცდები ჩავარება. ეგ ცალკე სისულელია, მაგის ცალკე განხილვის თემაა, მოკლედ მოქმედ ოფიცერს ფსიქო რატო ჭირდება, მაგრამ მოკლედ ასია რა. ხო, ესე იგი რა ხდება? ფსიქოს იღებთ. პირველ რიგში არა, მაგრამ შეგიძლიათ ჯერ იარაღი იყიდოთ. წახვიდეთ, ფსიქო აიღოთ. ფსიქოსთან ერთად იარაღის ყიდვის ადგილას, მაღაზიაში სადაც იყიდით, წაიღებთ ფურცელს, დასყიდობის ფურცელს, მიიტანთ ფსიქოსთან ერთად მომსახურების სააგენტოში, თბილისში კონკრეტულად თუ ხართ ქავთარაძეზე, მომსახურების სააგენტოში ჯერ მიხვალთ გამოცდის ჩაბარების ცალკე შენობა რო არის მაგ ეზოში, იქ აბარებ გამოცდას ფსიქოთი. მერე მოგაქვს, ესე იგი გამოცდა უკვე ეს არის, რა ქვია, ასახულია, მოდიხართ შემდეგ, იხდით 67 ლარს, რეგისტრაციის მისამართს უთითებთ, ამ 67 ლარში, იბეჭდება ეს, რა ქვია, იარაღის მოწმობა, ეს როგორც პირადი მოწმობა, როგორც ID ბარად ისეთია და მიდიხართ შემდეგ, რა დროს გჭირდება შენ სახლამდე მისატანად, იმ დროს ჩაგიწერენ დროებით ბარათში და მიგაქვს იარაღი მისამართზე. თუ მისამართი შესვლა დაგჭირდება, მე 80 ლარამდეა გადასახდელი მაგას იხდი, მაგრამ პირველადი მოქმედებასა მიგაქვს, ესე იგი, იარაღი გადატანის ნებართვას გაძლევს იმ დროებით გადატანის და მიგაქვს სახში. всё, ამით თავდება. ახლა ამაში ისეთი არაფერი არა, მე უმეტესობა ვიცით, მაგრამ ვინც მეც როგორც მეგონა და მითხრეს რომ არ უნდაო თავდაცვის ოფიცრებსო ისაო, არა, ამასე არ არის. მაიორის ზემოთ არ უნდა ეგ მოცნობის საფუძველზე იძლებიან ტარების უფლებით, მაგრამ კაპიტანი და იმის ქვემოთ მოკლედ ჩვეულებრივად როგორც მოქალაქე ისე უნდა გააკეთო. მე კიდე ცნობები და იმას და ვიარე სახმელეთოში და მოკლედ ბევრი ვიწვალე და თუ რამეში გამოგადგებათ, მოკლედ ასია რა თანმიმდევრობა. ახლა ეს იარაღის ტარებას მოყვა, ბარემ მაგასაც ვიტყვი ჩემს სუბიექტურას. საქართველოში ქართველს რო იარაღის ტარების უფლება არ აქვს, ტეხავს. ახლა მაგის კონტრარგუმენტად მოყავთ, რომ აი ქართველები დახოცავთ ერთმანეთს. კი, ეგ მართალია, ვიღაცები დახოცავენ ვიღაცებს, მაგრამ უყურეთ, იარაღის ტარების უფლება უნდა ქონდეს კონკრეტული თანამდებობის პირას, როგორც იმ მთავრობის დადგენილებაშია მითითებული, ოღონდ ძალოვნები აქვს მითითებული. ახლა წარმოიდგინეთ, ექიმი ადამიანი როა, ექიმი კაცია, ჩამოყალიბებული, გაწონასწორებული. აი იმ ადამიანს რატო არ უნდა ქონდეს იარაღის ტარების უფლება? ვიღაცა ინჟინერია დაუშვათ, წარმატებული კარიერა აქვს რაღაცა, იმას რატო არ უნდა ქონდეს ტარების უფლება? აგერ ვიღაცა მეცნიერია დაუშვათ, აი რატო არ უნდა ქონდეს? ახლა რიგითი ადამიანი, აი ყველა ინჟინერი და მეცნიერი ვერ გამოვა, ხო სიტყვაზე. რიგითმა ადამიანმა რა დააშავა? ახლა მე ჩემი ვერსია რა მაქვს. ადამიანი, რომელიც ჯარში იმსახურებს 2 კონტრაქტს, ანუ 8 წელს, რაღაცა სერიოზული დარღვევების გარეშე, იქ იმას ფსიქოს გავლილი აქვს. ჯანმრთელობის ცნობებით აღებული აქვს, ყველაფერი გაკეთებული აქვს, შემოწმებულია, იარაღთან კავშირშია. 8 წელი რო იმსახურებს ადამიანი ჯარში და არ ექნება რაიმე გადაცდომა, იმას იარაღი რატო არ უნდა ანდო? ამ კანონით თუ შემოვა სიტყვაზე ასეთი კანონი, რომ ვინც 2 კონტრაქტს მოილებს ჯარში, ანუ 8 წელს იმსახურებს, იარაღს აიღებსო, ტარების უფლებით ოღონდ და არა იმით, რა ქვია, შენახვა ყველა შეგვიძლია, ვინც რაღაცა ნასამართლები რაღაც არ ვარ. ტარების უფლებაზე ლაპარაკი. ხო, უმეტესობა ჯარში წავა მაგის ხათით. ყველა არ წავა, კაცო, ახლა ზოგს სულ არ აინტერესებს იარაღი, მაგრამ ვისაც აინტერესებს და ვისაც ტარების უფლება უნდა. ხო წავა და იმ ჯარში ხო გამოიცდება, კაცო, აქ მაგ მე რიგით ადამიანებზე ლაპარაკი, რომელსაც შეუძლია უბრალოდ მსახური. ეს ხო გამოიწვევს იმ ჯარში მსახურის სურვილისაც. და იარაღის ტარების უფლებაც გექნება. და ის ადამიანი, რომელიც გაწონასწორებულია, არავის არ მოკლავს ტყუილა.
და რომელიც არ არის გაწონასწორებული და უბანში ნისიაზე ნაკით სემიჩკას ჭამს და ერთსულზეა ვის რას ავნებს იმას რომ ეცოდინება აი ასეთ ხალხს იარაღი აქვს და თუ რამე ტვინს გაასხმევინებენ ისინი ხო ვერღარ შებედამენ რაღაცას ანუ იმ ადამიანებს ექნებათ იარაღი მოკლედ ვისაც შეიძლება ანდო ასეთი კანონების მიღების შემთხვევაში როგორც არის ჩამოწერილი იმ ბრძანებაში ისე ჩამოიწერება ეს კონკრეტული თანამდებობები და რა ქვია უფლების ტარების უფლების სიტუაციები და ატარებს ნორმალური ადამიანი ყველა იარაღს აღარ იქნება მე პირიქით აღარ იქნება მე მკვლელობები ვინც ერთმანეთს ხოცავს ის გაუწონასწორებელი თუ რაცა ისინი ისედაც ახოცავენ იარაღის გარეშე და აი იმ ადამიანებს ვერ შეეხებიან ვინც ასე ტარების უფლების უფლებას აიღებს მოკლედ ეგეც მივაყოლი ახლა თუ რამე შეკითხვა გაქვთ კიდე შეგიძლიათ ვკითხოთ და მე რაც გავიარე გუშინა დღეს სეპირად მახსოვს და გაგცემ პასუხს